მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა უახლოესი ერთვის ტენდენციები. მაშასე წარმოთქვით საკუთარი სახელი და ვნახოთ რა ენერგიები შემოდის, რა ენერგიები გტოვებს, რა გაგიხარდებათ და რას უნდა უფრთხილდეთ უახლოესი ერთვის ტენდენცია. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან, რა აქვს მნიშვნელობა, როდის ნახავთ და იმასაც შეგახსენებთ, რომ საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშ ასე დავიწყოთ. ვინ ხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ? სამყარო. ბევრი თქვენთაგან, სადაც არ არის ოჯახის ენერგია და არ ხართ გათხოვილი, ან არ ხართ წყვილში, სამყარო გაძლევთ ძალიან დიდ საჩუქარს უახლოეს პერიოდში, იმისი რომ ამისი ენერგიები შემოვიდეს. ძალიან დიდი სიხარული. თუ არ არის პირდაპირ მნიშვნელობით დაწყვილების ენერგია, მაშინ გეტყვით იმას, რომ არსებულ ოჯახში, ოჯახის წევრებთან რაღაცა ძალიან დიდი სიხარულის სცენარი უნდა გათამაშდეს. აქ შეიძლება იყოს ვიღაცის ქორწინებაც, ვიღაცის დაბადების დღეც, დღესასწაული, მოკლედ, დღესასწაული, რომელსაც არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენ ირგვლივ საყვარელი ადამიანებიც აღნიშნავენ. პარალელურად აქ გეტყვით აუცილებლად იმას, რომ აი დაწყვილების ალბათობაც არის, იმიტომ რომ აქ პენტაკლების პრინცი მოდის შეყვარებულების არკანთან ერთად, ეს იმას ნიშნავს, რომ ვისთანაც არ არის პარტნიორი ამ უახლოესი ერთვის განმავლობაში არის იმის შესაძლებლობა და ალბათობა უზარმაზარი, რომ თქვენ საუბრებში გამოჩნდეს სტაბილური ადამიანი, რომელიც მოიტანს ურთიერთობაში ქორწინებას და სამომავლო განვითარებას. ძალიან კარგი ენერგიებია. გილოცავთ. აი მოდი ვკითხოთ ესეთი რაღაცა, ვისთანაც გაურკვეველი სცენარია იქ როგორ გათამაშდება, გაურკვეველი სცენარი ხო აქ დისტანციას მანახებს, ნახეთ, ხმლების მეფე ცოტა ცივ ენერგიებში, ახის ენერგიებში შესაძლებელია კომუნიკაცია არ არის დისტანციასთან არის არ მინდა არ მომეკაროთ, ესეთი პოზიცია აქ ახლა არჩეული, რაღაცა ცივი გონებით იღებს გადაწყვეტილებებს, არჩევანის წინაშეა ეს თქვენი ვაჟბატონი, ძალიან უჭირს ამ არჩევანის გაკეთება, სწორად, ან უკვე გაკეთებული არჩევანია, ხვდება რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და ეს ცოტა არ იყოს დაბალ ვიბრაციებში ამყოფებს. გაურკვევლობებში, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, რომ მოხალეს პერსპექტივებში აუცილებლად მოხდება და ერთ შანსს ითხოვს ურთიერთობაში. არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი გაქვთ ამ ურთიერთობაში, მეუღლე ხართ თუ უბრალოდ შეყვარებული. ამიტომ ამისი ალბათობაც აი ამ ერთვის განმავლობაში, იქ სადაც არის ავადმყოფური მინჯაჭულობები, განცდებში ხართ, სადაც ფარული ურთიერთობები ამასაც აუცილებლად განვიხილავ. უდაოდ მოდის ეს ადამიანი თქვენთან ახალი შანსის ათხოვნელად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზეგავლენა გაქვთ ენერგეტიკული თვალსაზრისით. ერთმანეთზე იმდენად ხართ მიჯაჭვულები, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. კარგი, მოდი ვნახოთ, რა სიახლე გელოდებათ ფინანსებში უახლოესი ერთვის ტენდენცია. რა სიახლე გელოდებათ უახლოესი ერთ თვეში ფინანსების თვალსაზრისით. ფინანსების თვალსაზრისით. აქ რაღაცა გაურკვეველი სცენარია ფინანსთან დაკავშირებით და ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ. აუცილებლად გეტყვით იმასაც, რომ ვინც საჭას მართავს სიჩქარეს მოერიდეთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ გარდა იმის, რომ დანაკარგებში შეიძლება აღვწდეთ, შესაძლებელია სამართალდამცავებთანაც ჰქონდეთ რაღაცა გარკვეული პრობლემატური სცენარი. ამიტომ ვინც საჭას მართავთ, უდაოდ ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ჩამოკიდებული სცენარი სიტუაცია არის ფინანსებთან დაკავშირებით. ეს არის კრიზისული პერიოდი, რომელიც აუცილებლად ძალიან დიდი სიხარულის ენერგიით იცვლება. რას მოგიტანთ კიდევ ერთხელ? მოვიდეთ პლანგვას. აი ეს მოლოდინები რაც გაქვთ ახლა ცოტა კიდევ გაჯანჯლებული სცენარია ამ კრიზის გულისხმობ, ფინანსურ კრიზის გულისხმობ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ გაგრძელდება, რასაკვირველია, აუცილებლად შეიძლება სასიკეთო თვალსაზრისით აქ ალბატონები ძალიან შემდგარი, ძალიან წარმატებულები არიან. ნახეთ, ეს ორი პერიოდი შეიძლება კიდევ ორი კვირის ტენდენცია ცოტა გაურკვევლობებში აღმოჩნდეთ ფინანსთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებლად თვის ბოლოდან აი ესეთი პერსპექტივები, ისეთი კარგი პერსპექტივები მოდის, რომ რაღაცნაირად თითქოს ბიძგი იქნება იმის, რომ აი ეს თქვენი პრობლემატური სცენარი ფინანსებში მოაგვაროთ. ვინც არ არის უმუშევარი, არის ალბათობა, რომ დაიწყოს მუშაობა, მოდი ვკითხოთ. კი, შემოთავაზება გექნებათ ახალგაზრდა მამაკაცისგან სხვათა შორის. მამაკაცის დახმარებით უდაოდ აქ არის აუცილებლად დაკავებული თანამდებობაც ამ თვალსაზრისით, რაღაცა ძალიან საინტერესო წინადადება, რომელიც გამოგიყვანთ აი ამ გაურკვეველი სცენარიდან, სადაც საკმაოდ დიდი ხანი ხართ გაჭედილი ფინანსებს გულისხმობ. კარგი. მოდი ვნახოთ ესეთი რაღაცა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით რა უნდა გავითვალისწინოთ? სხვათა შორის აქ გაუთვალისწინებელი ორსულობის ალბათობაც არის, ამიტომ ფრთხილად იყავით. აი ნახეთ, ეს არ არის დაგეგმილი, ეს არ არის სურვილისამებრ, ეს არის მოულოდნელი, რამაც შესაძლებელია ჩაგაყენოთ გაურკვეველს შებოჭილობაში, ჩაგედილობაში. ეს შეიძლება იყოს დაუგეგმავი, მოულოდნელი, რამაც თქვენ ცხოვრებას შეფერხება უნდა გამოიწვიოს. ან ეს არ არის რაღაცა სანატრელი ორსულობა. ამის ალბათობა ადამიანი აქციეთ ყურადღება. ვისთანაც ორსულობა არ განიხილება პირდაპირ მნიშვნელობით, აქ არის უფრო
სექსუალური დაავადებები. ნახეთ, საკვერცხე, საშვილოსნო, მკერდი, ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ არ აღმოჩნდეთ მერე და მერე უფრო გაურკვეველ სცენარში. თუ მსგავსი რაღაცები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. კარგი. რა გაგიხარდება თუ ახლოს პერიოდში ძალიან რა გაგიხარდებათ ნახოთ. რაღაცა ახალი ენერგიების ნახეთ, კვერცხების ტოზი და თასების ტოზი. ჩემო ძვირფასებო აქვს ძალიან დიდი ზღვა ემოცია მოდის. ის უფრო უკავშირდება პირად ურთიერთობებს, უფრო უკავშირდება ძალიან ინტიმურს, თქვენისას ძალიან პირადს. რაღაც აი თითქოს სიცოცხლის უზარმაზარი ძალა მოდის ამ თვალსაზრისით და საინტერესო ცვლილებების მოლოდინში ხართ და იქნება კიდეც უდაოდ. იმაზე, რაზეც ადრე ძალიან ნერვიულობდით და განიცდიდით, ჩემო ძვირფასებო, დღეს ამოდიხართ თასების დედოფლის არკანში, ეს ნიშნავს საყვარელი ქალის სტატუსი, ეს ნიშნავს ძალიან თბილი და ძალიან მოსიყვარულე, ძალიან საოცარ ემოციებში, ამიტომ ეს იქნება ერთგვარად უზარმაზარი სიხარულის ენერგია, რომ თქვენი პირადი ურთიერთობები 360 გრადუსით სასიკეთო თვალსაზრისით იცვლება. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მიყვარხართ დროებით მომავალ შეხვედრამდე.